საინტერესო ამ ერს რატომ იცავს უფალი ასე განსაკუთრებულად და რატომ ეწოდება მას ზეპური უფრო ისად გამორჩეული ერი, თუმცა ყველა ერს თავისი მისია, თავისი დავალება აქვს აღსასრულებელი ღვთისა და მთელი დანარჩენი კაცობრიობის მიმართ. ნახეთ მე რას ამბობს იოანე ზოსიმე. ეს ერი დაცული და დაფარული იქნება ვიდრე მეორედ მოსვლამდე, რათა დაამოწმოს მესია. ესე იგი, რისთვის იცავს ღმერთი საქართველოს? ეს არის ერი, რომელმაც უნდა დაამოწმოს იმ დროს, როცა დამოწმება იმისა, რომ ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი, ეს იქნება ტოლფასი იმისა, რომ საკუთარ სიცოცხლეზე თქვა უარი. იმ დროს მეორედ მოსვლამდე, მეორედ მოსვლის წინ ჩვენ ვიცით, საშინელი და საზარელი მოვლენები განვითარდება მთელს დედამიწაზე, როდესაც ერთი ამ სოფლიო სახელმწიფო ჩამოყალიბდება მთელი დედამიწა და რომელსაც ეყოლება ერთი ხელმწიფე და ერთი პატრიარქი, ცრუ პატრიარქიც რა თქმა უნდა, როცა უამრავი რელიგია გაერთიანდება, შეიქმნება ახალი ცრუ ეკლესია და ამ ეკლესიის პატრიარქად აკურთხებენ ანტიქრისტეს. არა როგორც ანტიქრისტეს, არამედ როგორც ქრისტეს. ის ეცოდინებათ, რომ არასწორად, ცრუდ, რომ ეს არის მესია. ხოლო ამ დროს დამოწმება იმისა, რომ ეგ ანტიქრისტია, იქნება ტოლფასი იმისა, რომ შენ საკუთარ სიცოცხლეზე თქვა უარი. და ერი იმდენად ძალმოსილი იქნება ჩვენი მეორედ მოსვლის წინ, არა მხოლოდ ცალკეული კონკრეტული ადამიანები, არა მხოლოდ ჩემი ღრმარწმენით ქართველები, არამედ ისინიც, ვინც საქართველოში იცხოვრებენ, ისეთი მოვლენები განვითარდება, იმდენი სასწაული მოხდება საქართველოში, იმდენად ძლევამოსილი გახდება, რომ მას არანაირი შიში არ ექნება იმისა, დაამოწმოს, რომ ეს არის ანტიქრისტე, ხოლო ქრისტეა ის, ვინ ჩვენ ვიწამეთ ჯვარცმული ქრისტე და ჩვენ ვართ ჯვარცმული ქრისტესთვის ჯვარცმული ერი და ჩვენ ვამოწმებთ, რომ ეს ცრუ მესია, ის არის ჭეშმარიტი მესია. აი რისთვის ინახავს უფალი და გარდა მაგისა, ქართველი ერი იქნება ის ერი წმინდა მამათა სწავლებიდან გამომდინარე, რომელიც შემნახავი და დამცველი იქნება იმ მართლმადიდებელი ქრისტიანული ღვთაებრივი გადამრჩენელი მცდელი მაცხოვრებელი მოძღვრებისა, რომელიც ღმერთმა ზეციდან დედამიწაზე მოგვიტანა. ამის შესახებ ჩვენ ვიცით არა მარტო იოანე ზოსემესაგან, არა მარტო ათონელი მამებისაგან, არამედ ვიცით უამრავი წმინდა მამისაგან. მაგალითად, წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ამბობს, რომ ის ერი, რომელიც ფლობს უფლის კვარცხს, რის შესახებაც დავიწყეთ ჩვენ დღეს საუბარი, უფლება არა აქვს დაარღვიოს კვართი, რომელიც შეკერილი კი არ არის, არამედ ერთიანად მოქსოვილი. თლიანად მოქსოვილია და როგორც შეუძლებელია ამ ესე იგი შეუძლებელი იყო ჯალათების მიერ ეს კვართი გაეყოთ 4 ნაწილად და არ დაშლილიყო და არ დარღვეულიყო, ასევე შეუძლებელი იქნება ერის მიერ, რომელიც ფლობს ამ კვარცხს, დაანაწევროს, დაამახინჯოს, რაიმე მიუმატოს, რაიმე გამოაკლოს იმ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, რომელიც უფალმა მოიტანა ზეციდან დედამიწაზე, რომლის დაცვაც მრავალმა ქვეყანამ, რომლებიც მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქვეყნებად იწოდებოდნენ, მთელს დედამიწაზე ვერ დაიცვეს ეს მოძღვრება და ჩვენ ვართ იმ მცირე რიცხოვან ერებს შორის, რომლებმაც სისხლით და ცრემლებით, ტანჯვით და ვაებით, მაგრამ სიხარულით და სიყვარულით უფლის მიმართ დაიცვეს ეს მართლმადიდებელი სარწმუნოება და იქნება რა ქართველი ერი უფლის მიერ შენახული ვიდრე მეორედ მოსვლამდე, მთელი ერის წინაშე დაამოწმებს, რომ ქრისტეა ჭეშმარიტი მესია, ჭეშმარიტი მაცხოვარი, ჭეშმარიტი ღმერთკაცი, განკაცებული ღმერთი და ეს მოძღვრება, რომელსაც ჩვენ აღვიარებთ, ვაღიარებთ, არის სწორედ ის მართლმადიდებელი მაცხოვრებელი მოძღვრება, რომელიც ქრისტემ ზეციდან დედამიწაზე მოგვიტანა, მოციქულთა მეშვეობით დაიწერა სახარებაში და რომელსაც შეუყვნელად უბიწოდ დაუმახინჯებლად უმანკოდ იცავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.